მოგესალმებით რომ მეგობრებო, საღამომშვიდობის. თაკო ვარ, საკუთარ ემოციებზე დამოკიდებული, უძლური საკუთარი ემოციების წინაშე. ეხლა ვგრძნობ აღელვებას, დაგმეულობას, ცოტა ღელვას, მიღებას, დაკვირვებას, ჯგუფის სიყვარულს, საჭიროებას, უსაფრთხოებას, ნდობას, მენას, მადლიერებას და მიღებას. სიმართლე რომ თქვა, ესე იგი დღეს ჩემს სპონსორთანაც ვაზიარებდი რა, რომ ეს სპიკერული ჩემთვის რაღაცა პირველია, ალბათ მართლა ცხოვრებაში, როცა ესე რაღაც ადამიანებთან ესე გამოვდივარ რაღაც სიტყვებთან, ცოტა მეცინება ამაზე და რეალურად ხო აი არასოდეს ესეთი რაღაცა ძალიან მეშინოდა ყოველთვის ესეთი რაღაცეები და დღეს აი უბრალოდ ეგ მქონდა, რომ ვფიქრობდი, რომ რა უნდა გავაზიარო და ანუ რაზე უნდა ვისაუბრო რა და რეალურად არ ვიცი რაზე უნდა ვისაუბრო მართლა, იმიტომ რომ რამდენიმე დღე აი რომ ვიცი რომ ახლოვდება ეს სპიკერული რაღაც ჩანაწერის დღე და გაზიარების დღე, რაღაცა სულ მომდის თავში, რომ ანუ აი რაზე ვისაუბრო, რა იქნება საინტერესო, ან როგორ გამოვჩდები ალბათ უფრო საინტერესო, ან რაღაცა უფრო ისეთი იქნება ჩემი გაზიარება რა და რაღაცნაირად ყოველ ჯერზე ეს აზრი რომ მომდიოდა, ანუ ეგრევე ვაღიარებდი უძლურებას ამის წინაშე, იმიტომ რომ რეალურად ეს ჩემი ეგოსგან მოსული რაღაცა ის იყო რა, რომ რაღაც გავაზიარო ისე, რომ ადამიანებისთვის იყოს რაღაცა, არ ვიცი, ხო, მოსაწონი და ეს შეფასება რისთვის მჭირდება, ალბათ იმისთვის, რომ რაღაცა მე თვითონ საკუთარი თავის რწმენა ესე არ მაქვს და რაღაც ყოველ ჯერზე ამ ძალიან ის იყო საინტერესო დაკვირვება და გამოცდილება იმ კუთხით, რომ ხო ხედავდი ჩემ თავში ანუ აი ამ ჩემ რაღაცა პიროვნულ რაღაცას, ვიღაცას, რომელსაც ეს შეფასება, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და რომელიც ამაზე არის გარკვეულწილად ძალიან მიჯაჭვული და დამოკიდებული და ძალიან მადლიერი ვარ ამ გამოცდილების, იმიტომ რომ აი რაღაცნაირად მოვიტანი აქამდე ეს ჩემი თავი ისე, რომ რაღაცნაირად რო წამიღებდა თითქოს ეს ფიქრი, რომ აი ეს ხარ გავაზიარო, აი რაღაც მომენტში შეიძლება ავტობუსში ვიძექი და უცებ რაღაცა გამიელოდა თან შეძლოთ, რომ ამაზე ვილაპარაკებ ალბათ სპიკერულში და მე ეგრევე უცებ აი ცოტა ჩემ თავს შევხედავდი და გამეცინებოდა, რომ კაი თაკო, ანუ არ ხარ ესეთი მნიშვნელოვანი, არც ეს შენი გაზიარება არ არის ესეთი მნიშვნელოვანი და აი ეს იყო ძალიან საინტერესო გამოცდილება და ძალიან მადლიერებით მავსებდა, იმიტომ რომ რაღაცნაირად სულ ადრე ის მქონდა, რომ რაღაც უნდა გავაკეთო კარგად და რაღაც უნდა გავაკეთო რაღაცა სხვების მოსაწონად რა და დღეს ეგ შეცვალა პროგრამამ ჩემ ცხოვრებაში, ვისაც უზომოდ მადლიერი ვარ პროგრამის, უამრავი რამის გამო ვარ მადლიერი, მაგრამ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაღაც ცვლილება არის ჩემში, რაც პროგრამის დამსახურებით მოხდა, რომ აი რაღაცნაირად თითქოს აი სულ ერთი არა ვერ ვიტყვი ესე, მაგრამ ანუ ძალიან შემცირდა ის ხარისხი, რითიც მე აი ეს ჩემი თავის რაღაცა მნიშვნელოვნება მქონდა ჩემში და სულ ამისკენ ვისწრაფოდი, რომ რაღაცა მე რაღაც გამეკეთებინა და დამემსახურებინა აპლოდისმენტები და ეს ალბათ ხო რა ბავშვობიდან მოდის რა, რომ არ ვიცი საიდანღაც დაიწყო, როდიდან დაიწყო არ ვიცი, მაგრამ სულ ეს იყო, რომ რაღაცა დამემტკიცებინა, რომ ვიყავი ამ სამყაროში, ალბათ რაღაცა ყოფნის ღირსის არაერთხელ გამიზიარები არა ჯგუფზე და ეს იყო ჩემი ერთ-ერთი რაღაცა დიდი გამოწვევა ცხოვრებაში, რომ მინდოდა თითქოს აი სამყაროსთვის დამემტკიცებინა, რომ ვარ ღირსი ამ აქ ყოფნის და რეალურად რადგან ვარ ეს უკვე მაგას ნიშნავს, რომ ვარ ღირსი და ის დამანახა პროგრამამ. ხო და ეხლა რო არ გადავხვიოთ, ანუ ზუსტად რაც გავაზიარებ, როგორც ეხლა ვთქვი, არ ვიცი, ესე კონკრეტული არც თემა მაქვს არჩეული, ალბათ უბრალოდ პროგრამაზე ვილაპარაკებ და პროგრამაზე ჩემ ცხოვრებაში და იმ ცვლილებებზე და იმ რაღაცა ძალიან დიდ რა ვიცი, საჩუქრებზე, რაც პროგრამის მეშვეობით მე მომეცა ცხოვრებაში, შეიძლება რაღაცა მომენტში გადაუხვიო, გადმოვხვიო და არ ვიცი, ბოდიშს ვიხდი თუ რაღაც არ იქნება თანმიმდევრული ჩემი საუბარი, იმიტომ რომ გარკვეულად მაინც ვხელავ. და ალბათ აი ყველაზე მეტად რაც მივიღე პროგრამისგან და რაც ყოველდღიურად ანუ ძლიერდება ჩემში, ეს არის რაღაცა გულწრფელობა საკუთარ თავთან და აი ალბათ უფრო ამის გარშემო ვისაუბრებ რა, ეხლა ესეც ამ წამს შემოვიდა უცებ ჩემთან და რაღაც მომენტში აი ეს არის ყველაზე დიდი მონაპოვარი, იმიტომ რომ თუნდაც ის რომ ამ ყველაფერზე შემიძლია ესე საუბარი, რომ დღეს მე ღელვა მაქვს და შიში მაქვს და რაღაცა სულ ეს შიშები მქონდა,
ძალიან რთული იქნებოდა პროგრამამდე და შეუძლებელი იყო ფაქტიურად და დღეს რაღაცნაირად ძალიან უსაფრთხო გახდა რა საკუთარ თავთან გულწრფელობა და მე რადგან ეს საკუთარ თავთან გულწრფელობაც ვისწავლე, უკვე სხვა ადამიანებთან ბევრად უფრო მარტივი არის და ალბათ იმაზე ვისაუბრებ, რომ რაღაცნაირად აი ღმერთი ჩემში და მე ღმერთთან ერთად აი რაღაცა ეს ერთობლიობა, ეს ყველაფერი არის თითქოს რა ჩემთვის აი რაღაცა გულწრფელობის მთელი ამბავი, იმიტომ რომ მე თუ არ ვარ გულწრფელი საკუთარ თავთან, მე არ ვარ გულწრფელი ღმერთთან და თუ ღმერთთან არ ვარ გულწრფელი, მაშინ ვერავისთან ვერ ვიქნები გულწრფელი რა და რაღაცნაირად ადრე ეგ იყო ჩემთვის თითქოს პროგრამამდე რომ ეს მქონდა ყოველთვის რწმენა და ეკლესიურიც ვიყავი, მაგრამ აი ეს ჩემი ღმერთი მაშინ პროგრამამდე იყო ძალიან ისეთი რა არ ვიცი, მკაცრი თითქოს და ღმერთი რომელსაც ძალიან მეშინოდა და ალბათ პირველ რიგში ვისაც უმტკიცებდი რომ კარგი ვიყავი და ღირსი ვიყავი რაღაცით, ეს ღმერთი იყო. ეხლა დღეს რო ვფიქრობ და რაღაცნაირად აი სულ განცდა მქონდა რომ რასაც არ ვაკეთებდი, აი რაღაცა მაკვირდებოდა რა და არასოდეს თითქოს არ ვიყავი ის რაც ვიყავი, იმიტომ რომ სულ მინდოდა რომ იმაზე კარგი ყოფილიყავი ვიდრე ვიყავი და თითქოს აი მარტო ყოფნაშიც თავს ვაწონებდი ღმერთს, ეგ იყო რაღაცა ჩემი ყველაზე დიდი არ ვიცი რაღაცა არაგულწრფელობა რა რომ აი ყოველთვის მარტო ვიყავი, ცოტა ჯერ სულ მეგონა რომ ვიღაცა მიყურებდა და ეს იყო რაღაცა მართლა ჩემი გონების შეშლის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მკაფიო დადასტურება და რაღაცნაირად ვიქცეოდი ხოლმე ცოტა უფრო გაპრანჭულად და ცოტა უფრო რაღაცა მოხდენილად და თქვათ ადრე თუ ესე დავალაგებდი მარტო სულ მარტო თუ მეგონა თავშევა რაღაცნაირად მოვქცევიყავი და აი თუ მეგონა რომ ვიღაც მიყურებდა და ის ალბათ ღმერთი იყო თუ არ ვიცი ვინ იყო ჩემთვის, აი რაღაცა ცოტა გაპრანჭულად ვალაგებდი სახლსაც და აი ჭურჭელსაც ცოტა ისევ რეცავდი და რაღაცებს აი რაღაც სხვანაირი ქცევები მქონდა რა და ანუ არასოდეს რეალურად ეხლა რომ ვაფიქსირებ, არასოდეს არ ვიყავი გულწრფელი, აი სულ რომ მარტო ვიყავი სახლში, მაშინაც კი. ხო და დღეს რაღაცნაირად აი ეგ დიდი თავისუფლება შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში, რომ თუნდაც ბევრ ადამიანებში აი ეს რაღაცა მარტოობის განცდა რაც ადრე სულ მგდებდა თან, ეხლა შეიძლება არის ეს რაღაცა თითქოს აი არ ვიცი, გამოცალკევებულობაც არა, თითქოს რაღაცნაირად მე ჩემ ღმერთთან ერთად თუ არ და მე თითქოს ეს ჩემი ღმერთი აი ამ ბევრ ადამიანთან მაკავშირებს რა და თითქოს ჩემი შუამავალი თუ ჩემი დამაკავშირებელი, თორემ შუამავალი ალბათ არაა სწორი სიტყვა. ჩემი რაღაცა გამაერთიანებელი სამყაროსთან და ადამიანებთან და ყველაფერს ცოცხალთან ეს ჩემი უზენაესი ძალა, რომელიც პროგრამის მეშვეობით ვიპოვნე, რომელიც ძალიან განსხვავდება ჩემი ძველი ღმერთის წარმოდგენისგან და დაჯერებისგან და ძალიან მადლიერი ვარ ამისთვის პროგრამის, იმიტომ რომ მე თუ ღმერთის მეშინია, ანუ მაშინ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ რაღაცნაირად ღმერთისთვის ვიყო მოსაწონი და პირველ რიგში შიში აი ამ არაგულწრფელობას იწვევს ჩემთვის რა. და ის ძალა, რომელიც მე პროგრამაში აღმოვაჩინე და ამ პროგრამაზე მუშაობით თავიდან არ იყო, ამასაც ვიტყვე, რომ თავიდან ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ როდესაც პროგრამაში მოვედი, ხო აი ალბათ ამაზე გადავალ, როცა პროგრამაში მოვედი, ამ თითქოს ის ჩემი ღმერთიც დაკარგული მქონდა, საკუთარი თავი ხო დაკარგული მქონდა და ანუ ყველაფერი დაკარგული იყო ჩემ ცხოვრებაში, რაღაცა საზრისი აღარ არსებობდა და უბრალოდ მართლა იმის წინ რომ ვიდექი რომ შეიძლება სიცოცხლე დამესრულებინა და აი ამ ფიქრებთან ვიყავი ისე რომ უკვე ძალიან საშიში იყო, მან მივხვდი რომ რაღაც უნდა შემეცვალა, იმიტომ რომ აღარც წმენა მქონდა, არაფერი აღარ მქონდა და პროგრამაში რომ მოვედი და აი ეს მთელი პროგრამული ლიტერატურა რომ დავიწყე ამ ყველაფერთან გაცნობა, რაღაცნაირი აგრესია მქონდა ღმერთის მიმართაც, პროგრამის მიმართაც და საკმაოდ რთული იყო ამის თქმა, მინდა რომ დასაწყისში ანუ ესე მარტივად არ ჩანს რა, თუნდაც ამ წმენის შემოსვლა, ღმერთთან კავშირის დამყარება და ალბათ რამდენიმე თვე ამ რაღაცებს ვაკეთებდი, უბრალოდ იმიტომ რომ მითხრეს რომ უნდა გამეკეთებინა და ალბათ იმიტომ ვაკეთებდი რომ სხვა გამოსავალი აღარ მქონდა დარჩენილი და სხვანაირად აღარ ვიცოდი და რეალურად ალბათ გულის სიტყვაში მაინც მინდოდა სიცოცხლეს გაგრძელება, ესე კი ვამბობდი რომ თქვა არ მინდოდა. ხო და რეალურად აი ეს არის თითქოს რა, ეს ჩემი უზენაესი ძალა, რომ ანუ მოვედი პროგრამაში, ჯერ სანამ მოვიდოდი პროგრამაში და მითხრეს რომ პროგრამა მჭირდებოდა, ჯერ ამაზე მქონდა ძალიან დიდი აგრესია, მაგრამ აი
ეგ არის ჩემთვის რა დღეს ეგ არის ჩემთვის ღმერთი, რომ აი არ მინდოდა და მომიყვანა. მითხრეს გააკეთეო და არ მინდოდა გაკეთება. ვაკეთებდი და ბრაზობდი. ვეჩხუბებოდი ღმერთსაც და ალბათ აი რა ვიცი, ყველაფერს ჩემში ვეწინააღმდეგებდი, მაგრამ აი ამ ყველაფრის მიუხედავად რაღაც არსებობდა ჩემში, რამაც ეს ყველაფერი აი შემაძლებინა. მაშინაც კი როცა აი არ ვიცი, აი რა ვიცი, დავდიოდი თავიდან ჯგუფზე და რაღაცა 2 საათიანი ჯგუფი იყო და 2 საათის განმავლობაში ეს ცრემლები მომდიოდა, არ ჩერდებოდა და არ ვიცი, სახლში მოვდიოდი და უბრალოდ აი რა ვიცი, მე ვწებოდი ვიციან, მე ვდგებოდი ისევ მადლიერებას წერდი, მაგრამ მადლიერებას საერთოდ ვერ გრძნობდი, მადლიერებას კი არა ძალიან დიდ აგრესიას გრძნობდი, როცა მადლიერებას წერდი და რაღაცნაირად აი არ ვიცი როგორ ხდებოდა დღეს მაგიტომ ვიცახი რომ ანუ ეს ძალა მართლა უდიდესი და უძლიერესია, იმიტომ რომ მაკეთებინებდა იმას, რაც ბევრად არ შემეცო და თან იყო ამავდროულად ის შემოძახილები თუნდაც ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან, რომ კაი რა, რაღაცა ნუ კაი არ გინდათ აკო და მაგრამ ვსავდი ანტიდეპრესანტებს, იმიტომ რომ საშფოთვები მქონდა და პანიკური შეტევები და კაი ეს რაღაცა ეხა სისულელე არ გინდა და მიდი ისევ და დაიწყე ეს წამლები და ხო უკეთესად იყავი როცა ამას აკეთებდი და რაღაცა იყო მომენტები როცა მართლა წავედი მე ვიფიქრე რომ ხო მართლა ამის თავი გონია არ მაქვს და წავედი რაღაც ექიმთან და დამინისეს ეს წამლები და აი დამინისეს ეს წამლები და ვიფიქრე რომ ისე გავაგრძელებ და დავიწყებ ამ წამლების ძალებას და აი მახსოვს ის რამდენიმე დღე ერთ დღეს დავლიე ამალე ჯერ მეოთხედით იწყებ და დავლიე ეს ერთი დღე იყო და აი ვიღაცამ მომწერა ჩემ ახლობელმა რომ რაღაცა აი არ გინდა რა და აი თითქოს აი ყველა ეგეთ შემოძახილს აი ვეჭიდებოდი რაღაცნაირად რომ აი თითქოს მართლა ღმერთი მელაპარაკებოდა ამ სხვადასხვა ადამიანის მეშვეობით და მართლაც აი რაღაც ისე მოხდა რომ რამდენიმე დღეში შევწყვეტი ამ წამლის დალევა, იმიტომ რომ მეც არ ვიცი რატო, იმიტომ რომ მანამდე 7 წელი ვსვავდი და ვიფიქრე რომ ხო არ დაუბრუნდე ისევ ამ მარტივგზას, მაგრამ აი თითქოს რაღაცა შიგნით რო გეუბნება რომ არა, თაკო, იმიტომ რომ ამას რო ვაკეთებდი, აი თითქოს რაღაცა შიგნით ჩემში ყვდებოდა ყოველ ჯერზე, როცა ამ რაღაცას ვაკეთებდი რა და არ ვიცი, აი ეგ ჩემთვის დღეს რო ვფიქრობ, ეგ ღმერთია ჩემში, იმიტომ რომ იმაშინ არაფერი არ ვიცოდი, არც პროგრამის შესახებ დიდად არაფერი ვიცოდი და საერთოდ არაფერი არ ვიცოდი, მაგრამ რაღაცა მეუბნებოდა რომ არ მივდიოდი სწორად რა და სხვა მიმართულებით უნდა წავსულიყავი. ხო, ძალიან კრიზისული პერიოდი იყო ეგ, მაგრამ დღეს ძალიან მადლიერია, იმიტომ რომ ეგ რო არ ყოფილიყო, მე აქ არ მოვიდოდი და აქ რო არ მოვსულიყავი, მე ჩემ თავს ვერ ვიპოვნიდი და ჩემ თავს ვერ ვიპოვნიდი, ღმერთს ვერ ვიპოვნიდი. ხა ძალიან რეალურად დაიწარგებოდა ეს რაღაც ესე მგონია რომ სიცოცხლე არის ის რაღაცა ანუ აი ცხოვრება მეძლევა მგონია იმისთვის რომ რაღაც იმ ჩემ საწყისთან, ჩემ ღმერთთან მიახლოება შევძლო და აქაც არსებობს რა ის რომ რაღაცა თავისუფალიანება და არჩევანი ღმერთისგან მე ესე მგონია რომ ანუ მე ან მიუახლოვდები ან რაღაცნაირად დავკარგავ მას რა და თუ დავკარგავ ეს ცხოვრებაც ანუ რაღაცა ფუჭად ჩავლილია თითქოს და ეს ყველაფერი ანუ პროგრამამდე არ მესმოდა, არ ვიცოდი და მხოლოდ აქ შევძელი ამ რაღაცა არ ვიცი ამ რაღაცა ძალიან ღირებული და ძვირფასი შეგრძნებების განცდა ალბათ ესე დავარწმუნო. რაღაცა რაც სიტყვების მიღმა არის, რაღაცა რაც უბრალოდ აი ახსნების და ანალიზის მიღმა არის და ალბათ ყველა ჩვენგან გქონია ეგ მომენტი, როცა რა ვიცი, აი თუნდაც ჯგუფზე ხარ და ის ერთობა რაღაცა თითქოს ანუ ყველანაირი სიტყვის გარეშე რაღაცას საუბრობს იმ სიჩუმეში და ძალიან ძვირფასი არის, ხო და აი ეს იყო დასაწყისი, მოკეთ ალბათ ესე დავიწყე, მოკეთ პროგრამაში მოსვლა და პროგრამაზე მუშაობა, რომ ძალიან დიდი წინააღმდეგობები მქონდა საკუთარ თავთან და საკუთარ გონებასთან, იმ დაზიანებულ და იმ განპირობებულ გონებასთან, რომელმაც რეალურად კერამდე მიმიყვანა და ყველაზე დიდი კიდევ ყველაზე დიდი რაღაცა, არ ვიცი, გაცხადება, რაც მომეცა ის არის რომ მე ეს აზრები არ ვარ, მე ეს გონება არ ვარ და რომ მე არ მჭირდება რომ მოусმინო ჩემ თავს, რომელიც მუდმივად რაღაცას მელაპარაკება და აი სულ ეს დღეებიც მაგის დასტური იყო, იმიტომ რომ აი რამდენჯერად გამახსენდებოდა რომ სპიკერული ჩანაწერი უნდა გამეკეთებინა, აი რაღაცა ეგ შემოდიოდა რომ აი რამე უფრო საინტერესო, ან რომ დავждე და დავწერო და ყოველ ჯერზე აი მაგის დაფიქსირება, რომ ეს აზრები ახლა არ არის
ჩემი აზრით და ეს მოდის ისევ იმ განპირობებული გონებიდან, რომელსაც უნდა რაღაცა შექება და აღიარება და არ ვიცი რისთვის ჭირდება ეს. ანუ აქედან გამოვდიოდი რა ყოველთვის და ადრე ყოველთვის მეგონა რომ ეს რაც მოდიოდა ამის მიხედვით უნდა მიმოქმედა. ხო და საინტერესო გაკვირვება. ეხლა არ ვიცი კიდე რა უნდა ვილაპარაკო, ანუ ესე კონკრეტულად, მაგრამ ალბათ გადავალ კიდევ იმაზე, რომ პროგრამის მეშვეობით დავიწყე არა მარტო საკუთარი თავის მიმართ, აი ხო, ეს რა ქვია, ერთი არის რომ აღმოვაჩინე, რომ დაავადებული ვარ და ის რომ აღმოვაჩინე, ხო ალბათ ამაზე ვილაპარაკებ, რომ ძალიან გავბრასდი საკუთარ თავზე, რომ რაღაცა განსხვავებული ვიყავი, თქვათ, ჩვეულებრივი ნორმალური ადამიანებისგან და ჩემში ეს რაღაცები დავინახე რა, რაც რაღაცა არაჯანსაღი ნაწილები არის ჩემში და ეს ჩემი ხასიათის დეფექტები და სპიკერულების მოსმენა რომ დავიწყო, რომელიც ჩემი რაღაცა უდიდესი მხარდაჭერა არის და უზომოდ მადლიერი ვარ პროგრამაში ყველა სპიკერული ჩანაწერის. მან რაღაცნაირად კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ ხო, ანუ ესე არის რა, მე რაღაცით, ანუ ისე როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს შევძლიათ ცხოვრება, ცოტა სხვანაირად ვჭირდება რა, რომ ვიცხოვრო, რომ ჩემთვის გადარჩენისთვის აუცილებელია ეს სულიერი გზა და გულწრფელობა. და ყოველ ჯერზე საკუთარ თავთან აღიარება იმის, რომ მე ჩემი ძალებით და ჩემი გონებით არ შემიძლია ცხოვრების წარმართვა და მჭირდება რაღაც იმაზე მეტი, ვიდრე საკუთარი თავია. და ხო, ძალიან რთული იყო ამის მოკლედ გაკეთებაც და ანუ ის გაღიზიანება, ის აგრესია, ის ბრაზი, რაც საკუთარი თავის მიმართ შემომდიოდა, ის თითქოს აი რაღაცნაირად ხანდახან სურვილი მქონდა, რომ დამეზიანებინა საკუთარი თავი და ის ძალიან რაღაცა შეუწყნარებელი ვიყავი და რაღაცებს აი თუ შემეძლო რომ უფრო რბილად მოვქცეოდი პირიქით რა იმაქსიმალურად მკაცრად ვუდგებოდი საკუთარ თავს და ეგ თანდათან ანუ პროგრამული მოქმედებების გაკეთებით აი ზუსტად სპიკერულების მოსმენით ეგ იყო ჩემთვის ძალიან შვების მომგვრელი რომ რეალურად არავის ბრალი არ არის ზოგადად რაც ჩემს თავს ხდება თუნდაც ეს დაავადება, თუნდაც ეს ეგოცენტრული რაღაცა მოქმედებები, რამაც მე აქამდე მომიყვანა, სადამდეც მომიყვანა ჩემს კერამდე, ანუ ეს ყველაფერი რაღაცა მიზანს ემსახურებოდა და რომ ჭირდება თანაგრძნობის გამომუშავება. და აქაც აი რეალურად ეგ იყო, რომ რაღაც მომენტში ეგრევე მინდოდა, რომ თანამგრძნობი და ეგ პროგრამის დასაწყისში რამდენადაც თავიდან აგრესია მქონდა, ცოტა როგორც კი შვება მივიღე და გარკვეული რაღაც გაუმჯობესება მქონდა ნაბიჯების დაპრაქტიკებით. მე რაღაცა ისევ ცოტა მოუთმენლობა შემომდიოდა, რომ მინდოდა ძალიან სულიერი ადამიანი ვყოფილიყავი და ძალიან კეთილგანწყობილი და ძალიან ისეთი არ ვიცი, გასხივოსნებული. და ეგეც ჩემთვის აი გამოჯამრთელების პროცესის ნაწილი იყო, რომ აქაც თითქოს ჩემი ეგო რაღაცა უცებ სულიერ ეგოთ გადაკეთდა და აი აქაც ძალიან მარტივია ესე მინდა ვთქვა, რომ ალბათ დასაწყის ეტაპზე ახალმოსულისთვის ძალიან ის შეიძლება იყოს რა, აი თითქოს მაცდური ის, რომ პროგრამული ნიღაბი შეიძლება მოირგოს. და ჩემ შემთხვევაში გარკვეულ ეტაპზე მოირგო ჩემმა ეგომ ეს პროგრამული ნიღაბი და თითქოს რაღაც ძალიან სულიერებას გავყევი და აქაც რეალურად ისევ იმ რადიკალიზმში გადავარდი, რომ რაღაცა უნდა ვყოფილიყავი თითქოს აი ყველასთვის გახსნილი და ძალიან თანამგრძნობი და რეალურად ისევ გულწრფელობა გადამარჩინა აქაც, რომ სადღაც რაღაც ეტაპზე რომ შემოვიდა ტკივილი და ისევ რაღაცა გარკვეული რაღაცა სიცარიელისგან და მან მივხვდი, რომ ალბათ რაღაცას ვერ ვაკეთებდი სწორად და ეგ არის, რომ დავსვი კითხვა ჩემუზენაის ძალასთან, ანუ სადღაც რაღაცას ვერ ვაკეთებ ეთქობა, რადგან ისევ რაღაცა ძველი სიმპტომები შემომივიდა და ალბათ მანდაც ეგ იყო, რომ დავინახე, რომ ხო, ანუ რაღაცა რო ვთამაშობ აქაც რა. და საკმაოდ რთული არის, ალბათ ჩემი აზრით ყველაზე რთული არის გულწრფელი იყო. იმიტომ რომ რაღაცა ეტაპზე გონია, რომ აი მიაღწიე რაღაცას, გახდი ვიღაც და მე აი ამასთან თითქოს ხელის გაშვება და აი ამ ვიღაცის დათმობა და ამის გაშვება ძალიან რთულია რა და მტკივნეული, მაგრამ ყოველ ჯერზე როგორც კი აი ამას შეველეოდი, რაღაცა ახალი სისავსით მავსებ და თუ ახალი რაღაცა შეგრძნებებით უფრო უკავშირდებოდი არ ვიცი ღმერთს ესეთი განცდა იყო რა და აქაც აი თანაგრძნობა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის მე ვფიქრობ აი
მოქმედება ხო არის ყველაზე მთავარი, რომ პროგრამაში და წმენისთვის და შენარჩუნებისთვის უმთავრესია მოქმედება. და ალბათ მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი გაზიარებით და ჩემი გამოცდილებით არის აი ეს თანაგრძნობა საკუთარი თავის მიმართ და საკუთარი თავის შემჩნევა, საკუთარი თავის დანახვა, საკუთარ თავზე ზრუნვის დაწყება. და ეს ყველაფერი იმით იწყებოდა ჩემ შემთხვევაში, რომ აი იმ რაღაცებს ვაკეთებდი, რაც გონებით კი არ მინდოდა, რაც მჭირდებოდა. და ეს იყო თუნდაც ის, რომ დილით ამდგარიყავი და სრულებით რო არ მინდოდა კონტრასტული შხაპი მიმეღო, იმიტომ რომ სულ სხვანაირად იხსნება მერე გონება და ეშფოთვა სხვანაირად ვარდება, გამეკეთებინა, არ ვიცი, მედიტაცია, დამეწერა. ანუ ეს ყველაფერი ესე გონებით არ მინდოდა არასდროს, მაგრამ რამდენჯერმე რო გავაკეთე, ვიქცენი, რომ რაღაცა ჩემში არსებულ ნაწილს ძალიან დიდ შვებას და სიამოვნებას ანიჭებდა და მე დავიწყე აი ამაზე დაკვირვება რა, რომ ვინ არის თუ რა არის ეს, ვისაც ეს სიამოვნებს და ანუ რაღაც მომენტში მივედი იქამდე, რომ თითქოს აი ეს ჩემი სუფთა, ყველაზე სუფთა და არ ვიცი რაღაცნაირი ნაწილი, რაც მაქვს, აი ეს არის, რომელზეც უნდა დავიწყო ზრუნვა და რომელსაც უნდა მივაქციო ყურადღება და იმის მიუხედავად, რაც მეუბნება ჩემი ზრუნება და რაც მისაუბრება. და აი ეს ნაბიჯები იყო ის, რამაც ჩემში ნელ-ნელა და თანდათან დაიწყო ჩემი თავის მიმართ თანაგრძნობის და სიყვარულის გაღვივება. იმიტომ რომ ადრე თუ მეგონა რომ რაღაცებს ვუყიდდი ჩემ თავს და წავიყვანდი სადღაც და არ ვიცი რაღაცებს მატერიალურ რაღაცებს დავაყრიდი, რითიც ძალიან ხშირად ვანებივრებდი, იმიტომ რომ რაღაც ჩემი გონება მეუბნებოდა, რომ თუ სხვა რაღაცები მაკვდა ცხოვრებაში და რაღაცა სიცარიელე და ტკივილი მქონდა, ამითი შევივსებდი, ხო? ამას თუ ვაკეთებდი, ეგ მეგონა რომ ჩემი თავისთვის ვაკეთებდი, მაგრამ რეალურად ეს არ მაბედნიერებდა და პირიქით, თურმე იქ ალკოჰოლს მივიღებდი, თუ სიგარეტს მოვუწევდი, თუ რა ვიცი, ემოციებს მოვიხმარდი, თუ რაღაცებს ვიყიდდი და მე ვალებს ავიღებდი და მე ამ ვალების გასტუმრებაში დესტრუქციაში შევიდოდი და კიდევ უფრო მეტ ემოციას მოვიხმარდი, ანუ ეს მეგონა საკუთარი თავის დახმარება და ეს მეგონა საკუთარ თავზე ზრუნვა და რეალურად თანდათან პროგრამაში დავიწყე მის დანახვა, რომ ეს ყველაფერი არის პირიქით, საკუთარი თავის დაკარგვა, საკუთარი თავის აბსოლუტური უგულვებელყოფა და ის ტკივილიც, რაც წლების განმავლობაში მქონდა, ანუ ზუსტად მაგის ინდიკატორი იყო, რომ ყოველ ჯერზე ამ მოქმედებებით სულ უფრო მეტად შორდებოდი ჩემ თავს და სულ უფრო მეტად უცხო ხდებოდა ჩემთვის ჩემი თავი და მე რო ვჯდებოდი მარტო, ანუ ვიждდებოდი ამ სიცარიელეში და ამ რაღაცა აბსოლუტურ გაუცხოებაში და წამით ვერ ვჩერდებოდი, იმიტომ რომ ანუ ვინ ვიყავი, არ ვიცოდი და რაღაც ძალიან საშიში იყო ეს არ ცოდნა იმ მომენტში და გავურბოდი ყველანაირი გზით და საშუალებით. და დღეს აი ეგ არის ჩემთვის უდიდესი, არ ვიცი, დახმარება და წყალობა ღმერთისგან, რომ ანუ მე დღეს საკუთარ თავზე იმ პატარ-პატარა რაღაცეების გაკეთებით ვიწყებ ზრუნვას და როცა საკუთარ თავზე ვიწყებ ზრუნვას და საკუთარი თავის შეყვარებას ვიწყებ, მე უკვე სხვა ადამიანებზეც მიჩნდება აი ამის შესაძლებლობა და უნარი, რომ მათზე ზრუნვაც დავიწყო და ადრე რეალურად მეგონა, რომ სულ სხვებს ვეხმარებოდი და სულ სხვებზე ვზრუნავდი და ეგ იყო ჩემი ის, რომ ვიღაცებს რაღაცა ჩემ აზრს თავზე ვახვევდი და ანუ არ ვიცი, საზღვრებს ვურღვევდი და ვაძალებდი რაღაცები გაეთვალისწინებინათ და მე თუ არ გაითვალისწინებდნენ მათზე განაწყენებული ვიყავი და რაღაცა სულ დესტრუქციაში ვამყოფებდი საკუთარ თავსაც და ირგვლივ ჩემ გარშემო მყოფ ადამიანებსაც და დღეს ხვდები, რომ დახმარება შეიძლება იყოს უბრალოდ ის, რომ მართლა ხარ, აი ჩემს სპონსორთან ვსაუბრობდი მაგაზე და ანუ უბრალოდ ყოფნა არის უკვე დახმარება და ეს ძალიან ისეთი საგულისხმო და ისეთი ძალიან საინტერესო რამე იყო ჩემთვის, რაც მან გამიზიარა, იმიტომ რომ ხო, ყოველთვის მგონია და გონია, არ ვიცი, გონებას თუ რა ვიცი ამ რაღაცას, რომ უნდა რაღაც გააკეთო იმისთვის, რომ რაღაც იყო, აი უბრალოდ ყოფნა თითქოს აი წარმოუდგენელია და არ არის შესაძლებელი და ჩემთვის ეგრე იყო და დღეს ვხვდები, რომ უბრალოდ თუნდაც ის, რომ შეგეძლია მეორე ადამიანს მოусმინო, უბრალოდ მოусმინო, იმიტომ რომ უპასუხო კი არა, მოусმინო, იმიტომ რომ მოусმინო და მისი, არ ვიცი, გაზიარებული შეიგრძნო და გაიზიარო. ანუ ეს ალბათ ერთ-ერთი უდიდესი დახმარება არის ჩემი აზრით და ამიტომაც არის ზოგადად ეს პროგრამა და ჩვენი
ჯგუფები და ჩვენი გაზიარებები ჩემთვის რაღაც უდიდესი დახმარების მომცემ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად შეიძლება არც მიიღო უკავშირი და არაფერი გითხრან, მაგრამ იმით რომ შენ ამას აზიარებ და იცი რომ შენი ნათქვამი იქ გაგებულია, მიღებულია და იქ ადამიანებში პოულობს ასახვას და იდენტობას და ერთობას. ანუ ეს უკვე ძალიან დიდი სიმდიდრეა ჩემთვის, იმიტომ რომ ადრე თუ დამოკიდებული ადამიანისთვის რაღაცა ვერსად ვერ მოიძებნებოდა ადგილი და თითქოს არსად და არაფერს არ ეკუთვნოდა, მე რაც მქონდა ყოველ შემთხვევაში ჩემ თავზე, რომ შეიძლება ყოფილიყავი უამრავ მეგობართან ერთად და ძალიან კარგ, არ ვიცი, ღონისძიებაზე თუ წვეულებაზე თუ რა ვიცი, სულ ერთია, სადაც თავშეყრაზე თუ სადაც არ უნდა ყოფილიყავი, ანუ შიგნით მაინც რაღაცა თითქოს მეუბნებოდა, რომ ეს ის არ არის, რაც მე მჭირდება და მაინც რაღაცა ტკივილით და მარტოობით ვიტანჯებოდი და მე აი ეს მარტოობა თითქოს აი ამ ერთობამ შეავსო რა, იმიტომ რომ აქ რაღაცა ჩემნაირები ვიპოვნე და არ ვიცი, რაღაც ყველაზე დიდი ის არის, ჩემი ასეთ არ ვიცი რა მხარდაჭერა და თუნდაც ეგ რა მაგაზე საუბრობდი სასპონსორო ჯგუფში, რომ რაღაცა რომ იცი რომ გეგულება ეს ადამიანები და თუნდაც ეხლა დღეს არაფერი კონტაქტი და არანაირი კონტაქტი მათთან არ ქონდეს, ეს უკვე არის რაღაცა ძალიან დიდი ძალა ჩემთვის და იმედი, იმიტომ რომ ვიცი რომ რაღაც ნებისმიერ დროს შემიძლია და ეს უპირობობა რაც აქ არის და ეს უანგარო რაღაც ურთიერთობები, რაც პროგრამის ფარგლებში ხდება, არ ვიცი, ხო ეს მართლა სასწაული არის, იმიტომ რომ მანამდე ყველა ჩემ ურთიერთობაში იყო რაღაც ანგარება, იყო რაღაც ის მიღების მოტივი და უცებ აი რაღაცა პოულობ ადგილს, სადაც ანუ უბრალოდ ხარ და უბრალოდ არიან ადამიანები და არაფრის ისე გაკეთება არ არის საჭირო იმისთვის, რომ ეს ერთობა შედგეს. უბრალოდ უნდა იყოს უტფელი და უნდა იყოს ის, რაც ხარ და მეტი არაფერი. ხო და ეს არის საოცრება, მე მგონია. და ჩემთვის ხო რაღაც აი ამ ჯგუფის, ამ ერთობის პროგრამული ამ რაღაცა საზოგადოების მსგავსი ჯერ ხომე არ შემხვეტრია, შეიძლება ბევრი არ მინახავს, მაგრამ რაც მინახავს და სადაც ყოფილა, ჩემთვის ყველაზე ძირფასი და ღირებული არის. კიდე რას ვიტყოდი ზოგადად პროგრამის შესახებ და ჩემი გამოცდილების შესახებ ალბათ ის არის, რომ ანუ წინსვლამ თუ რაღაცა გამოჯამრთელებაც, რომ მუდმივი პროცესი არის, ალბათ ამაზე ვისაუბრებ ახლა, რომ რაღაც პროგრამული მოქმედებებით, ინსტრუმენტებით მივდივარ გამოჯამრთელებამდე, მივდივარ რაღაც თითქოს აი ეგ არის რა, ეგ მქონდა, რომ აი მე-12 ნაბიჯს რო გავაკეთებ, აი всё, მე ვიქნები გამოჯამრთელებული. და რაღაც ამ მე-12 ნაბიჯზე მქონდა ცოტა ჩაჭერილი რაღაც მომენტში, რომ აი როდის მივა მე-12 ნაბიჯზე და აი უკვე ახლოს ვარ ძალიან და ის რაღაც ისინი მქონდა ხოლმე რა, გამოწვევები და ნუ მე-12 ნაბიჯიც დასრულდა, გავიარე და მომეცა რეკომენდაცია, რომ შემიძლია სასპონსორო ჯგუფი ავიყვანო და აი აქ ყველაზე დიდი ბრძოლები შემომივიდა ალბათ, აი, რა ვიცი, პირველი, მეორე, მესამე ნაბიჯის მერე ახლა რომ ახსენდება, იმიტომ რომ რაღაც მომენტში უცებ აი თითქოს ჩავთვალე, რომ ძალიან გასხივოსნებული ვიყავი, თუ ძალიან წინწასული ვიყავი და ძალიან სულიერი ვიყავი და პატარ-პატარა გამოცდილებები შემომივიდა ცოტა რთული ღმერთისგან, რომ იქ რაღაცა მოხდა, იქ რაღაცა ტრიგერებიცაც და იქ სამსახურში, ოჯახში, არ ვიცი, სადღაც მომიწია წასვლა, უცებ მივხვდი, რომ არც ეგრე მაგრა არ მაქვს მიღებლობა ჯერ თურმე განვითარებული და აი მანდი იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო, რაც აღმოვაჩინე, რომ არ არსებობს რაღაცა აი რაღაცა წერტილი, სადაც მივხვალ და იტყვი, რომ აი всё, მე რაღაცას მივახცე. ანუ ეს არის ალბათ ყველაზე დიდი ილუზია და ძალიან მადლიერი ვარ, რომ ეგეც აღმოვაჩინე ამ ჩემ გზაზე, იმიტომ რომ ანუ თვითონ ადგილი არა და თვითონ აი ეს ამ ადგილისკენ სვლა არის ალბათ ყველაზე მთავარი რა, თვითონ აი პროცესი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და არა თვითონ ის პროცესის ბოლოს რა მოხდება. და მე სულ მაგაზე ვიყავი რა, ჩაციკლური, რომ აი რომ მივალ ეს იქნება და ამას მომცემენ და ამას მივიღებ და ეს მექნება და ესეთი გავხდები და ანუ არ არსებობს ეგეც რაღაცა გონების манипуляция, იმიტომ რომ თავარია რომ აი ამ პროცესში ვიყო და ამ პროცესში ვიყო სრულად.
ცნობიერად და ცხადად და გულწრფელად და ეს სად მიმიყვანს მაგას არ აქვს მნიშვნელობა რა და ალბათ აი ეგ იყო ყველაზე მთავარი რომ მანდ დავიწყე მის დანახვა რომ შეიძლება გონებით რაღაცებს მივხვდი გონებით მქონდა გარკვეული გააზრებები მაგრამ ის რაც მე აი თუნდაც მე-12 ნაბიჯზე და მაგის შემდეგ სასპონსორო ჯგუფის აყვანით აი რაღაც თითქოს მომწიფდა სულ სხვა გაცნობიერებები ჩემში და მან დავინახე რომ ერთი არის რომ გონებით იცი რაღაც და მეორე არის როდესაც ამას უკვე შეიგრძნობ მთელი შენი არსებით და აქ ძალიან დიდი სხვაობაა იმიტომ რომ შეიძლება გონებით იცოდე რომ ეს რაღაც მოქმედება დამაზიანებელია ან ეს მოქმედება პირიქით სასარგებლოა მაგრამ ძალა არ კონდეს იმის რომ ანუ ეს მოქმედებაში მოიყვანო და განახორციელო ეს ქმედება და პროგრამა ზუსტად მაგას არ ვიცი პროგრამა მე ყოველ შემთხვევაში ზუსტად ეგ შემაძლებინა რომ აი ეს რაღაცა გააზრება რაღაცა შემოსული აზრი თუ არ ვიცი ნაფიქრი თუ სურვილი რეალურად მოამწიფა და რაღაცა მისი ნაყოფი უკვე შევიგრძენი რაღაც ეტაპზე და რომ ეს მარტივად უბრალოდ აი ხო მინდა ეხლა რომ რაღაცა გამოჯამრთელებული ვიყო ან რაღაც ესე ვიყო ანუ ესე არ ხდება რა ანუ ამისთვის მთელი ძალისხმევა უნდა ჩავდო და ზუსტად მაშინ ჭირდება ყველაზე მეტად ამ ძალისხმევის ჩადება როცა ყველაზე ნაკლებად მაქვს ამის სურვილი ყველაზე მაკურნებელი ყველაზე არ ვიცი დიდი ძალის მქონე ჩემ პირად გამოცდილებაში ესეთი დღეები იყო როცა ყველაზე მეტად არ ვიცი, მივიზღებოდა რაღაცების გაკეთება, რაც უნდა გამეკეთებინა და იმას ვაკეთებდი. და მე იმასაც ხდებოდი, რომ ანუ მე რას ვგრძნობ და ჩემში რა ხდება, ეს არ არის ეგეთი მნიშვნელოვანი. ესეც რომ გონების რაღაც манипуляცია, იმიტომ რომ ადრე მეგონა რომ მე თუ ცოტხასიათზე ვარ, ნუ ყველანაირად უნდა ვეცადო, რომ გავიმხიარულო ჩემი თავი, ან რაღაცები გავაკეთო, რომ არ ვიცი, შევუმსუბუქო ეს რაღაცა ცოტხასიათზე ყოფნა და დღეს ვხვდები, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ დავრჩი ამ რაღაც უგუნებობასთან თუ სევდასთან თუ სხვადასხვა ემოციასთან და მივცე სივრცე ამ ემოციებს, რომ იარსებოს და იყოს და ზუსტად ეგ არის რაღაცნაირად, რომ ვიყო გულწრფელი, რომ თუ ვარ ცოცხასიათზე და თუ ვარ ამ სევდიანი ან მოწყენილი, ანუ ვიყო გულწრფელი და ვიყო სევდიანი და მივცე ამის უფლება საკუთარ თავს, უთანაგრძნო საკუთარ თავს და გვერდში დაუდგე იმით, რომ მივცე უფლება იყოს ისეთი, როგორიც არის იმ კონკრეტულ მომენტში. კი არ ვეცადო, რომ შევცვალო ან გადავაკეთო, იმიტომ რომ ყოველი ცვლილების სურვილი თუ ყოველი რაღაცა წინააღმდეგობის გაწევის სურვილი, ანუ ყოველ ჯერზე უფრო ამძაფრებს იმ თვითონ იმ მოცემულობას და უფრო მაშორებს იმასთან, რომ ეს რაღაცა გავიაზრო, გავიგო რა არის, გადავამუშაო და გავთავისუფლდე მისგან. ანუ ხო, რაღაცნაირად მაგ ამ პროგრამამდე სულ ეგ იყო, რომ ანუ ამას გვერდზე გავწევდი და სხვა რაღაცას მივადგავდი და მე აი ამ რაღაცა კედლის უკან იქ ინგრეოდა ყველაფერი თითქოს და არ ვიცი რაღაც მიწისძვრები ხდებოდა და არ მინდოდა ამის გაგონება და რაღაცა ბოლოს ისეთი მიწისძვრები დაიწყო რომ დავინგრიელ ამის ბოლომდე რა და ძალიან მადლიერი ვარ მაგისიც რომ ანუ მე არ მომისმინა ჩემმა თავმა და რაღაცნაირად დამანახა და გამაგონა რომ ჭირდება დახმარება და ჭირდება ყურადღების მიქცევა და შემჩნევა და ამ ყველა ემოციას ჭირდება რაღაცა დროის დათმობა. და ძალიან ხშირად დღესაც არის რა იმაგას ვიტყვი რომ დღესაც არის ეგ რომ ხანდახან აი მით უმეტეს მაშინ როცა ვთვლი რომ უკვე რაღაცა ნაბიჯები გადავდგი პროგრამული და გამოჯამრთელების გზაზე ვარ და უკვე ბევრი ცვლილება სასიკეთო მოახდინა პროგრამამ ჩემ ცხოვრებაში, ან თითქოს ხანდახან ისევ აი ამ ჩემ აზრებს არ ვიცი რაღაცნაირად გავყვები ხოლმე და მოვუსმენ და აი რაღაცა ვგრძნობ, რომ შიგნით სიმძიმე შემომდის და აი რაღაცა უცებ ტკივილი ჩნდება და ამ დროს არა მეუბნება ჩემი გონება, რომ არა, იცი რა არის ხა ის სამსახურის საქმე და პროსპექტველი მე რაღაცა დღესაც პასოსფრალი და ანუ ეხა არ ცალია რა ამ ემოციებისთვის არ ცალია, არ არის ამისი დრო. აი ამ დროს ჭირდება ყველაზე მეტად, რომ ყველაფერს თავი დავანებო, იმიტომ რომ არაფერი არ არის იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე საკუთარი თავის მოსმენა და საკუთარ გამოჯამრთელებაზე ზრუნვა. და რაღაცნაირად აი ამ დროს ყოფილა რა ბევრჯერ, რომ აი უცებ თითქოს აი შემაჯანჭყარებს, რომ ანუ მომისმინო უნდა, იმიტომ რომ რაღაცა აქვს სათქმელი და მე ამ დროს ისევ ჩემი იმაში მივდივარ, რომ არა ეხლა ძალიან საქმე მაქვს გასაკეთებელი, ან რაღაცა მაქვს მეილი მაქვს გასაკეთებელი, ან რაღაცა მაქვს გასაკეთებელი. თითქოს ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ მე დღეს ჩემი ჯანმრთელობა და გამოჯანმრთელება შევინარჩუნო და
აი მანდაც ღმერთია რა ჩემთვის, აი ძალიან დიდი სიყვარული და მადლიერებით ვაცნობიერებ, რომ აი რაღაცნაირად თითქოს მომხაჩავს ხოლმე, რომ ანუ გამოიხედე და მოbrunდი, სადაც საჭირო ხარ და სადაც მნიშვნელოვანია შენი ყოფნა რა. ანუ მე იმას არ ვიძახი, რომ სამსახურის საქმე ან რაღაცა, ყველაფერი რაც არის ჩემ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია და გასათვალისწინებელია, მაგრამ არსებობს რაღაც უფრო მაღალი პრიორიტეტების მქონე საკითხები და ამ შემთხვევაში ჩემი რაღაცა სულიერი განვითარება და ცხოვრება ეს არის და აი მანდაც ეგ არის, რომ უნდა დავუჯდე ამ ემოციებს და ამ ჩემ რაღაცა ხო ტკივილებს თუ არ ვიცი რაღაცა საკტივად თუ რაც აქვს ჩემს თავს სათქმელი და დაუჯდე და მოусმინო ამას. მაგრამ ეს ყველაზე რთულია და ყველაზე მტკივნეული, განსაკუთრებით ამ გზის დასაწყისში, იმიტომ რომ გონია რომ ეს ემოციები არ ვიცი დაგახსოვს ან წაგლეკავს ან მოკლავს, იმიტომ რომ მთელი ცხოვრების განუცდელია და დაგროვილი არის და მართლა რაღაცას ვასავით არის და შეიძლება რაღაც მომენტში არ ვიცი, თავზე რო გადაგევლება, შეიძლება იფიქრო რომ დავიხჩობი, მაგრამ არ იხჩობი რა, ისეთ ისევ გონებიდან მოდის, რომ ვერ ყოველჯერზე როცა ამას ვაკეთებდი ხო, მე მოდიოდა ის გააზრება, რომ თურმე კი და შესაძლებელია რა, პროგრამის დახმარებით და ღმერთის დახმარებით და მინდობით და გადაბარებით და მე ერთხელ თუ გავაკეთე, მე მეორედ უკვე ეს გამბედაობა მომყვება, რომ ანუ ერთხელ ხო გავაკეთე და ანუ კიდე დამეხმარება რა ღმერთი და მე მეორედ თუ გავაკეთე, მესამედ და მე უკვე ბევრად უფრო მაგრა ვენდობი რა და ერთ-ერთ სპიკერულში ვისმენდი კიდე ამას რა, რომ რა სხვაობა არის ჩემთვის და ძალიან დიდი იდენტობა მქონდა რა, რომ ეს ადამიანი აზრებდა რა სხვაობა არის წმენასა და ნდობას შორის, რომ ანუ მე შეიძლება მწამდეს, რომ ღმერთი, არ ვიცი, ყოვლის შემძლე და მოსიყვარულეა და მზრუნველია, მაგრამ მე თუ ვენდობი ღმერთს, ანუ მე შეიძლება მას საკუთარი შვილი მივანდო, ჩემი ცხოვრება მივანდო, ჩემი დღევანდელი რაღაცა, არ ვიცი, აი რაღაცა ნებისმიერი ნაბიჯი და არ ვიცი, გამოცდილება მივანდო რა და თუ მწამს, ცოტა მანდ ისეთი რაღაცა იმ წამს, მაგრამ აი სვისთვის მწამს და ესე ზოგადად მწამს, მაგრამ აი საქმეზე თუ მიდგება, ცოტა აღარ მწამს რა და აი ეგ იყო ძალიან საინტერესო ჩემთვისაც რა, რომ პროგრამაში აი ეგ მომენტა, რომ თუ ადრე მეგონა რომ წამდა და მჯეროდა, რომ დღეს სხვანაირი ნდობა გამოჩნდა და ნდობა არის ის, რომ ანუ იმას ვაკეთებ, რაც ყველაზე მეტად მეშინია რომ გავაკეთო და მან ვაბარებ, რომ ანუ ისე იქნება, როგორც ჩემთვის უკეთესია რა და ისე იქნება, როგორც ჩემთვის საჭირო არის. ხო და ეგ რაღაცები ალბათ, არ ვიცი, მართლა არ ვიცი, საოცრება არის. მე მგონი მეტი არ ვიცი, რაღაცა ცოტა გამიჭირდა სხვათა შორის იმას რომ ვთქვა, იმიტომ რომ რაღაცა აქაც ეხლა სულ მელაპარაკება ჩემი გონება, რომ რამე ისეთი უნდა ვთქვა, რაღაცა ცოტა განსხვავებული და რაღაცა არ ვიცი, თვალის მომჭრელი და იმანდაც მეცინებდა ჩემ თვალს, იმიტომ რომ აი ამასაც რომ ვაფიქსირებ, რომ აი ეხლა თან ლაპარაკობ, მაგრამ თან ცოტა ფონად ეს ზუზუნებს, რომ აი რაღაცა კიდე ის ისტორიაც ხარ მოგეყოლა და ისიც ხარ გამეხსენებინა, აი თან მეცინება და აი რაღაცა სიყვარულით მეცინება, იმიტომ რომ აი ესეც რომ შემიძლია ესე თამამად და რაღაცნაირად გავაზია, რომ ეს არის პროგრამის დახმარებით ჩემი გამარჯვება ჩემ თავზე. ხო და ალბათ აი მაგას ვიტყვი კიდე ერთს, ეხლა რაც გამახსენდა, რომ ესეც ერთ-ერთ სპიკერულში მაქვს მოსმენილი, რომ მე იმდენად ჩემი პიროვნულობა თუ აი ჩემი ბავშვობიდან შექმნილი, ჩემი დეფექტებით რაღაცა შეკოწიწებული პიროვნება, ჩემი ბევრი ნიღბით და ჩემი პერსონაჟი იმდენად ანუ სრულად მას მიუძღვენი ყველაფერი და მის აშენებას და შექმნას, რომ ამასობაში თითქოს აი მართლა ოთახიდან აი პატარა კუთხეც არ დაუტოვე ღმერთს და ეს ყველანაირი ტკივილი თითქოს და ეს ყველანაირი, არ ვიცი, რაც გაუცხოება, რაც ჩემში არსებობდა, ის იყო, იმიტომ რომ იმდენად დაშორებული ვიყავი ღმერთისგან, რომ ანუ აღარც არსებობდა თითქოს მასთან მისასვლელი გზა. და აი ყოველ ჯერზე პროგრამული მოქმედებებით და პროგრამული ნაბიჯებით მე აი თითქოს აი ამ დიდ ოთახში, სადაც სულ ჩემი თავით იყო სავსე ეს სივრცე, ანუ რაღაცნაირად თითქოს აი ვამცირებ, ვავიწროვებ, ვაპატარავებ ამ ჩემ რაღაცა თავს და ყოველ ჯერზე როცა აი ამ სივრცეს ვათავისუფლებ, აი ამ თავისუფალ სივრცეში შემოდის ღმერთი. და ყოველ ჯერზე რაც უფრო
მეტად თავისუფლდება და რაც უფრო მეტ სივრცეს იკავებს ღმერთი, მით უფრო მეტი სიმშვიდე შემოდის ჩემში და მით უფრო მეტი წმენა, მით უფრო მეტი მადლიერება, მით უფრო მეტი მადლი შემოდის მართლა რა და ეგ არის ჩემთვის დღეს განსაზღვრელი, რომ თუ მე რაღაცა ტკივილები მაქვს ისევ, ეს ისევ იმიტომ, რომ მე ჩემ თავს ცოტა იმაზე მეტ მნიშვნელობას ვანიჭებ, ვიდრე უნდა მივანიჭო. არ ვიცი, ჩემ როლს უფრო ზაფრად და უფრო დიდად აღვიქვა, ვიდრე ის სინამდვილეში არის. და ანუ მე ყოველ ჯერზე ეგ მჭირდება, რომ გავიაზრო, რომ უნდა შევამცირო ჩემი აი ეს ეგოსგან შექმნილი რაღაცა, არ ვიცი, რაღაცა ქმნილება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მგონია და ზუსტად ეგ არის, რომ მნიშვნელოვანი მგონია, რომ აი მე როგორ გავაზიარებ და რას გავაზიარებ და ანუ აქ არაფერი ჩემი რეალურად მართლა არ არის, იმიტომ რომ ყველაფერი ამ პროგრამაში მოსვლით მესწავლა, მომეცა და დღესაც სანამ ახლა გავაზიარებდი, მაგას ვიტყოდი, რომ ანუ ღმერთო მამყოფი უბრალოდ გამტარი იმ რაღაც ინფორმაციის, რომელიც შეიძლება ვინმესთვის იყოს საჭირო და სასარგებლო და არა იმისთვის, რომ მე ჩემი ეგო ცოტათი უფრო გავაბუქო ან გავზარდო და ყველანაირად დამეხმარე, რომ ცოტათი შევავიწროვო და შევამჭიდროვო ეს ჩემი ეგო. ხო და ალბათ ეს არის რა, რომ საკუთარი თავისგან დავცალო, საკუთარი თავი და შევუმსუბუქო ეს სიმძიმე, რასაც ქვია ჩემი თავის მნიშვნელოვნება და რაღაცა არ ვიცი, ხო, ალბათ ეგ. ამიტომ ყოველ ჯერზე რაც უფრო მეტი ღმერთი შემოვა ჩემში, მით უფრო ნაკლები მე ვიქნები და ნაკლები მე ვიქნები თუ ყოველ დღე და ყოველდღიურად ვიმოქმედებ პროგრამულად და უარს ვეტყვი ჩემ გონებიდან წამოსულ აზრებს, სურვილებს, აკვიატებებს, შეპყრობილობებს. და მით უფრო მეტად სასარგებლო ვიქნები ღმერთისთვის და მე უკვე სხვა ადამიანებისთვისაც და როცა სხვებისთვის სასარგებლო ვარ, მე უკვე სასარგებლო ვარ ყველაზე მეტად საკუთარი თავისთვის და ალბათ ეს არის ჩემთვის პროგრამა და ამას გავაზიარებ, მადლიერებას გრძნობ, სიყვარულს, გულწრფელობას, თითბოს, წმენას, ერთობას, ურთიერთგატანას, პროგრამის საჭიროებას და სიყვარულს. მადლობა, მიყვარხართ და მჭირდებით. მადლობა თაკო ძალიან დიდი შენი გაზიარებისთვის, შენი ყოფნისთვის და იმ გზისთვის, რადგანაც გვაჩვენებ. მეგობრებო, შეგვიძლია კითხვებზე გადავიდეთ, ხელისაწევი თუ შეიძლება დავუსვათ კითხვები. მე ვიკითხავ პრინციპში თაკო შენ გააზიარე, უბრალოდ თუ შეგიძლია რომ ჯგუფზე ძალიან ბევრი ადამიანი ესწრება ხოლმე, ვინც აი ექიმის დანიშნულ წამალს მოიხმარს. იმ ეტაპზე რა ეტაპის საჭიროებაც აქვს. პროგრამა ესე აკრძალავს წამალს პირიქით, რა თუ ექიმისგან არის რეკომენდებული, პირიქით რეკომენდებულია რომ მოიხმაროს. უბრალოდ შენ ახლა გააზიარე რომ აი წამალი შეძელი და ჩაანაცვლე პროგრამით. რა თუ იყო საერთოდ რამე სირთულე აი ამ წამლის დანებების პროცესში და პროგრამაზე გადაართვის პროცესში ამის გაზიარება თუ შეგვიძლია. მადლობა. დიდი მადლობა. ხო, მე დაახლოებით 7 წელი შეიძლება მეტი მოვიხმარდი ანუ ანტიდეპრესანტებს, 3 სხვადასხვას და როცა დავიწყე და დავანებე ისე როგორც მითხრეს რომ უნდა დამემევნებებინა ეტაპობრივად შემცირებით დოზების მე მალევე შემომივიდა ისე ის ჩემი ანუ მე მქონდა ზოგადად პანიკის შეტევები, შფოთვითი აშლილობა რაღაც და ანუ ამის სიმპტომები ისევ ნელ-ნელა თანდათან დაიწყო და რეალურად როცა დავიწყე იმაზე ფიქრი რომ თავიდან დამეწყო ამ წამლის მიღება და ვიყავი ისევ ჩემ ნევროპათოლოგთან მისგან მქონდა ესეთი რეკომენდაცია რომ იცი რა არის შენ რა სიმპტომებიც გაქვს ანუ ამ სიმპტომებს ანტიდეპრესანტის გარდა ისე ვერაფერი ვერ უშველის იმიტომ რომ ანუ რეალურად ვერ ვახერხებდი ისე ცხოვრებას ანუ ვერ ვჩებოდი ამ შიშებთან და ამ პანიკურ შეტევებთან და მითხრა რომ ნუ რა ვიცი ანუ ხომ შეიძლება მოგიწევს თქვენ ცხოვრება ამის დალევა რა არსებობენ ადამიანები ვინც ამას თქვენ ცხოვრებას სვავენ და შენც იქნები ალბათ ერთ-ერთი მათგანი ანუ აი ამაზე აი ეგ იყო ზუსტად რომ ვაზიარებდი რომ თითქოს აი რაღაცა ღმერთი რომ აქ ადრე თუ მქონდა ეგ შენ გვეუბნება რომ ხო ნუ რა დავლევ რა სულ ამ ანტიდეპრესანტს აი რაღაცა იყო რამაც არ მომცა ეს ამის საშუალება რა იმიტომ რომ ყოველ ჯერზე როცა ამ ანტიდეპრესანტის დალევას ვიწყებდი მეწყებოდა ისტერიული ტირილი და თითქოს რაღაც მეუბნებოდა რომ ანუ არა რა და ხო შიშები მქონდა ძალიან ძლიერი და რეალურად
პროსტა ის იყო, რომ მე სანამ ანტიდეპრესანტის დალევას დავიწყებდი, თქვათ, იმ 7-8 წლით ადრე, რა სიმპტომებიც მქონდა. მე როცა დავანებე, ანუ ის ისევ თავიდან წამოვიდა ჩემ შემთხვევაში და ანუ დაახლოებით 1 წლის მანძილზე ჯერ სრულად არ მაქვს ნამდვილად გავლილი. ის სიმპტომები გამიმძაფრდა იმ კუთხით, რომ ანუ რეალურად ის ემოციები ადრეც ვიცოდი და მითხრა ვიღაცამ არ მოусმინე, რომ ის ემოციები, რაც მე მქონდა, მე უბრალოდ ანტიდეპრესანტის მეშვეობით ღრმად სადღაც ფსკერზე ჩავტენე და დავკეტე თითქოს რა, მაგრამ ანტიდეპრესანტის დალევის პერიოდშიც მე ძალიან დიდი სულიერი ტკივილები მქონდა და ძალიან დიდი რყევები მქონდა შინაგანი. უბრალოდ შესუსტებული იყო იმ ხრივ, რომ აი თითქოს რაღაცა რო ყვირის და აი რაღაცა ბევრი ოთახის კარს რომ მიხურავდა, ვიღაც რო ყვირის, მაგრამ ფარდაც მაინც რო გესმის ყრუთ რო ყვირის, აი რაღაცა ეგეთი ის იყო ჩემ შემთხვევაში, ეგეთი განცდა იყო და მე დამჭირდა, რომ ყველა ეს ემოცია განმეცადა და რეალურად პრობლემა მანამდე, რასაც უყურებდი, ის იყო, რომ მეგონა რომ ამას ვერ გაუძლებდი და მოვკვდებოდი და მაგიტო დავიწყე ანტიდეპრესანტის დალევა და მე დავიწყე დანახვა, რომ რავი, ჯგუფზე მისვლაზეც ეგრე მეშინოდა, რომ მოვკვდებოდი მეგონა, ანუ ვერაფრით ვერ ვიზავდი და პირველად მომედი მართლაც რის გავაზიარე და დღემდე თითქოს 1 წელი არ არის, ჯერ შეიძლება 8-9 თვე არაც დავდივარ, შეიძლება ცოტა მეტი არ მახსოვს, მაგრამ დღემდე რომ მივდივარ, მაქვს ეს გარკვეული რაღაცა შიშები, მაგრამ ეს ის არ არის, რომ ამ რაღაცა უნდა მივაყოლო და დავლიო, რომ შევძლო იქ გაჩერება. ანუ პროგრამა მომცა ეგ ბერკეტები, იმიტომ რომ მე ანტიდეპრესანტი რაღაცა 4 დღე დავიწყე მერე და აღარ დავლიე. და ნუ შეიძლება გვირილის ჩაის და რაღაცა ესეთ ბუნებრივ დამამშვიდებლებს ესე როგორც ჩაისვა, ხოლმე, მაგრამ პროგრამამ გადამაგორებინა ეს ყველაფერი. და ნუ რომ შემომდიო და ეს პანიკური შეტევები ვაზიარებდი შენთან ირაკლი ჩემს სპონსორთან და ჯგუფზე ვაზიარებდი და ანუ ეს იყო ბევრად უფრო დიდი დახმარება ჩემთვის, ვიდრე ის, რაც მანამდე წლების მანძილზე მოვიხმარე და გარდა ამისა, ხო, ანუ რა ვიცი, ბევრი რაღაცა იყო მოკეთ რა ეტაპზეც საჭირო იყო და დამეხმარა და მიმიყვანა იქამდე, სადაც უკვე ჩავთვალე, რომ მისი დახმარება აღარ მჭირდებოდა და ანუ ამის თქვა მინდა, რომ მე მქონდა დეპრესია შფოთვითი აშლილობის ფონზე. და პროგრამის დახმარებით, ანუ რა ვიცი, დღეს ნამდვილად ჩემი თავისთვის ვარ მტკიცებულება, რომ ყოველგვარი მედიკამენტის გარეშე ვარ და თანავცხოვრობ ამ ჩემს შიშებთან, რომლებიც არ გამქრალა, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც პროგრამის დაპირება არის, შესაძლებელია მასთან ერთად თანაცხოვრება. ალბათ ის ამას ვიტყვი. მადლობა ირაკლი.